ფორმულას ეთერში შაბათის ფორმულაში მე ვნახე ჩვენი ახალი თანამშრომლის, ჩემი მეგობრის, ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი თემაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრის შექმნა. ცხადია, მე ვეთანხმები უკლებლივ ყველა რესპონდენტს ქეთი თუთბერიძისა, ყველა ობიექტურ, მაღალ პროფესიონალ ფსიქიატრს, რომ ფსიქიატრიის ხელისუფლებად წოდებული ფსიქიატრიას ხელისუფლებად წოდებული ბანდა გამოიყენებს სადამსჯელო იარაღად. ასე მაგალითად ამ მოსაზრებას ვეთანხმები. და კიდევ ბევრ სხვა მოსაზრებასაც. ცხადია, ყველას ან ბევრს მიაკერებს ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა გიჟის იარლიხს და ძალიან ბევრ ფსიქიატრს არაკვალიფიციურს მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ალბათ რომ არა იმდენად არაკვალიფიციურებს, რამდენადაც უფრო ხელისუფლებას დაქვემდებარებულ ფსიქიატრებს აიძულებენ, კანონის ძალით აიძულებენ, ეს მნიშვნელოვანია, რომ სუს თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ იუსტიციის სამინისტროს თუ იუსტიციის სახლს საჯარო რეესტრს მათ მიაწოდონ ადამიანებმა მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი პაციენტების თაობაზე. სრული კატასტროფაა, ასაკვირველია, ჩვენ ამას უნდა ვაცნობიერებდეთ, იმიტომ რომ ყველა კონფიდენციალობა, ყველა პირადი ინფორმაცია, როგორც ასეთი, აღარ იქნება პირადი და იქნება საჯარო და კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროება კი არის ძალიან ბევრი საერთაშორისო სამართლის ნორმის, მათ შორის იმ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, რომლებსაც მიერთებულია საქართველო, აქვე რომ ვიცოდეთ. უმრავლესობა ფსიქიატრებისა ხაზგასმით ვამბობ ამას მაინც გააკეთებს ზეწოლის შედეგად, ხოლო ვინც არ გააკეთებს, მაღალი ალბათობით ექიმის ლიცენზიას, როგორც ასეთს მაღალი ალბათობით დაემშვიდობება და შესაბამისად უნდა ვთქვათ, რომ ვინც გააკეთებს, მათთვის იქნება მათ შესახებ იქნება სათქმელი ასე, რომ მათ თავს ზემოთ ძალა არ ჰქონდათ, არ ეყოთ ნებისყოფა თუ გნებავთ. ვიტყვი ასე ვერ გაუძლეს ამ ზეწოლას, რომელიც უთუოდ იქნება. შესაბამისად ეს მორიგი უკანონო კანონი, როგორც ასეთი, ეს კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ, იმუშავებს. ჩალვა პაპუაშვილმა, სწორედ ქეთი თუთბერიძესთან საუბრის დროს თქვა, რომ ბევრი დემონსტრანტიო, ვინც ახლა ქუჩაში არისო, ვინც ამა თუ იმ პაპუაშვილისათვის მიუღებელი ფორმით აპროტესტებს ამ ბანდა ხელისუფლების პოლიტიკას, ცალკეულ ქმედებებს, ცალკეულ გადაწყვეტილებებს, ცალკეულ ამა თუ იმ პოლიტიკურ ნაბიჯს, ეს დემონსტრანტები ისედაც ილუსტრირებულები, ისედაც შემოწმების გარეშეც კი გიჟები არიანო და დამატებითი სტიგმატიზაცია მათი, როგორც ასეთი არ გჭირდებაო, ისინი თვით სტიგმატიზაციით არიან დაკავებულნი. ამას დაუმატეთ შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძის, დიმიტრი სამხარაძის, ირაკლი ზარქუას და საერთოდ გამობიძინებულების მიერ და უშუალოდ ბიზნეს მიერ ამოქმედებული მეტწილად შავი ფულით გამოზრდილი და ნაკბები პროპაგანდა არა მხოლოდ მეინსტრიმ მედიაში, იმედი, პოსტივი, საზმაუწყებელი, რუსთავი და ასე შემდეგ, არამედ ტროლების მიერ წარმოებული, მაგალითად, მომხრეების მიერ წარმოებული პროპაგანდა, ტვინ გამორეცხილების მიერ წარმოებული პროპაგანდა და მივხვდებით, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდ საშინელებაში აღმოჩნდებით, გვინდა ეს თუ არ გვინდა, ჩვენ როგორც სახელმწიფო, ჩვენ როგორც საზოგადოება, ჩვენ როგორც ახლა შემიძლია ასეც ვთქვა თქვენის ნებართვით, როგორც უპერსპექტივო ქვეყანა. და შესაბამისად პერსპექტივა, რომელიც ისედაც არ აგვაქვს, ან ბევრის აზრით არ აგვაქვს, კიდევ უფრო მოგვესპობა. ვისაც ვერ დაიჭერს ეს ბანდა ხელისუფლება, მათ უმრავლესობას, ვისაც ვერ დაიჭერს, მათ უმრავლესობას მიაკერებს ამ ფსიქიკურად შეშლილის იარლიხს და აბრალებს ფსიქიკურ პრობლემებს. მათ შორის მათაც კი გაგიკვირდებათ და ყალბსაბუთებს შექმნიან, ყალბ ფორმაასებს შექმნიან, საკუთარ მომხრე ფსიქიატრებს მოაწერინებენ ხელს რაღაცაზე, მათაც კი ვინც ერთხელაც კი არაა ნამყოფი ფსიქიატრთან ელემენტარულ პრობლემებზე, მაგრამ ვინც ნამყოფია, ის მათი უმრავლესობა კი არა, უმრავლესობა გიჟია, თქვენეული ენით რომ ახსნა სულაც არ არის, ვიღაცა თმას იწიწკნის და
ისიც შეიძლება მოხდეს ამ სიაში თუ თმის თმას ვინც იწიწკნის ხელისუფლების მომხრე არ არის, ბანდის მომხრე არ არის, ამაზეც კი არის წამსვლელი საქართველოს de facto ხელისუფლება და დაიწყება კამპანიები ამ პროპაგანდის, ამ ტროლების უმრავლეს შემთხვევაში მხრიდან. ასეთი ერთგვარი კამპანია უკვე დაწყებულია რამდენიმე პირის მიმართ. დაბები დალიეო ჩემზეც ხარბობენ ერთ-ერთ არხზე, სახელისუფლო არხზე, სახელისუფლო და რუსულ არხზე. მე ამაზე ცხადია მეცინება და მომავალშიც გამეცინება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იზულებითი ფსიქიატრია დაუწესონ, მოჰკიდონ მარტივად რო ვილაპარაკოთ ქუჩაში ხელი და შენ კურნალობას ექვემდებარები, ხონშიო ჩემზეც არაერთხელ უთქვამთ და წამიკითხავს, არაერთხელ რომ ტაბლიაშვილი ექვემდებარება ხონში გადაყვანას. ვერ იჭერთ და შესაბამისად გაუშვით იზულებით უმკურნალეთ და იქ რა აბებს ჩაგაყლაპებენ ტაბლიაშვილი იქნება ეს თუ სხვა რომელიმე ოპონენტი ბანდა ხელისუფლებისა კიდევ ღმერთმა უწყის. თუმცა ამაზეც არ ვსაუბრობ ახლა ცხადია საკუთარ თავზე მით უფრო არ ვსაუბრობ, მაგრამ ზოგადად ამ მიმართულებითაც არ მინდა წავიყვანო ჩემი მსჯელობა, არც იმაზე ვსაუბრობ, რომ სტიგმა არ არის მხოლოდ კამპანია. არა, არავითარ შემთხვევაში სტიგმა არის ბევრი უფლების შეზღუდვა ან ჩამორთმევა ადამიანებისთვის, რომლებსაც გიჟობას ან ფსიქიკური პრობლემების, ასე კულტურულად ვთქვათ, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებად მოიხსენებენ, ფსიქიკურ პრობლემებს აბრალებენ სამართლიანად და უმსამართლოდ პირველ ყოვლისა, რასაკვირველია. მაგალითად, ეგრეთ წოდებულ გიჟებს არ ექნებათ ავტომობილის მართვის უფლება. არ ექნებათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ყოფნის, მაგალითად საფეხბურთო მატჩზე ყოფნის მისვლის უფლება. ხო, არჩევნების მონაწილეობის უფლებაც მაღალი ალბათობით შეეზღუდებათ. გიჟია ის კაცი და გიჟი რასაკვირველი არჩევანს ვერ გააკეთებს, ოღონდ გიჟებად კვლავ ვიმეორებ, შერაცხულნი იქნებიან პირები, რომლებიც საქართველოს de facto ხელისუფლებას უბრალოდ ამ ჭორვილელ ხიხოს ბიზინა ივანიშვილს ეწინააღმდეგებია სამართლიანად. რასაკვირველი უმრავლეს შემთხვევაში თუ გნებავთ ვიტყვი ასე. მაგრამ ამავდროულად მე კვლავ ვიმეორებ ამ საკითხზე, ამ რაკურსით არ ვამახვილებ ახლა მე ყურადღებას, რადგან რეესტრი იქმნება, გვინდა ეს თუ არ გვინდა, მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, ბანდას უწოდებთ შემქმნელებს თუ არ უწოდებთ შემქმნელებს ბანდას. და ასე შემდეგ რეესტრი როგორც სადამსჯელო მექანიზმია თავისუფლების მოყვარე ადამიანების წინააღმდეგ, რეესტრი იქმნება. დღეს გავიგე კეთის სიუჟეტიდან სწორედაც რომ პირველი მაისიდან თუ არ მეშლება ამოქმედდება ეს რეესტრი, ანუ გვარსახელებს ჩვენ ამ პირველი მაისიდან იქნება თუ როცა იქნება წავიკითხავთ ამ საჯარო სიტყვას საბას გვიდასტურებს რეესტრში. და მე მას როგორც ასეც ვერ ავწდებით ხელისუფლების მომხრე პირებს შეგნებულადაც მიეწოდებათ ინფორმაცია და ამა თუ იმ ჭყალებში რასაკვირველია პაცი გიჟის თაობაზე, რომ მერე ამ ხელისუფლების წანაზარ და ამ მეტასტაზებმა კამპანიები ააგორონ ამა თუ იმ მიუღებელი პირის წინააღმდეგ. ეს გიჟია, აი რატომ არის ეს კიდევ მნიშვნელოვანი და ზიძგნეთ ტროლებო. ეს გიჟია და ზიძგნეთ პროპაგანდისტებო, უბნის ბიჭებო, ძველ ბიჭებს მიმართავენ, დასცინეთ ეს ძველი ბიჭების უმრავლეს შემთხვევაში იყო მათთან შეკრულები არიან. სდრუზეთ კიდეც თავში, ან სულ რომ არ უკარნახოს თავში ვინმესთვის საგნის ჩარტყვა, მძიმე საგნის ჩარტყვა, ვინმე პროპაგანდისტმა ან ხელისუფლების წარმომადგენელმა ისეთ ვითარებას შექმნიან, რომ გიჟებად წოდებულებს უბნის ძველ ბიჭობა არაფრის მაქნის უმრავლეს შემთხვევაში უვიცი რასაკვირველია და უნარო შიშარა ხშირ შემთხვევაში, ხო, ამის მიუხედავად თავდასხმის მიზნით არა, რასაკვირველია თავდასხმის სურვილით სდრუზავს კიდეც ვინმეს რამეს თავში. ხო და მე აქედან გამომდინარე, აი ეს ხომ გავიგეთ ყველაფერი და მე შემომაქვს წინადადება, ვერ ავწდებით რა ამ რეესტრს. შემომაქვს წინადადება, რაღაცა თამაშის ეს წესებია პირდაპირ მნიშვნელობით და ღიად მე ისედაც ვუწოდებ, მაგრამ ახლა ესე ვიტყვი, პარანოიკი და ფსიქიკურად შეშლილი ვუწოდოთ ბიზინა ივანიშვილს მიუხედავად იმისა, რომ ფორმა 100 ჩვენც არა გვაქვს და არც უნდა გქონდეს ვინმე რომ გამოგვიგზავნოს, მაგრამ აღარ იყოს ეს ოდენ
პოლიტიკური შეფასება, იმიტომ რომ აქამდე პოლიტიკური შეფასება იყო. მე ხშირად ვუწოდებდი მას პარანოიკს და აგე გადაცემაშიც ვთქვი, რომ ეს არის პოლიტიკური შეფასება, მეთქი ეს არა მაქვს რა ფორმაცი, არა მაქვს რა მისი ჯანმრთელობის ამ მიმართულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმებელი თუ ბადასტურებელი დოკუმენტაცია, ეს არის პოლიტიკური შეფასება, მაგრამ ეხლა აღარ არის უკვე პოლიტიკური შეფასება. Რაღაც ჩვენს გვიწოდებენ გიჟებს, მაღალი ალბათობით საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ჩვენს მას აი არ დავინდოთ და ვუწოდოთ გიჟი. უფრო ზუსტი რომ იყო პარანოიკი და ფსიქიკურად შეშლილი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი პირი ვუწოდოთ ბიზინა ივანიშვილს. არა იმიტომ რომ ეს აუცილებლად ასეა, შესაძლოა ბიზინა არ არის გიჟი. ეგ რა მაგის პასუხია ფსიქიატრთან, შესაძლოა ნამყოფი არ არის. სხვაშორის ეს არადასტურებს იმას რომ გიჟი არ არის. Paranoiki არ არის ფსიქიატრა რომ მივა მე უნდა გამოვიდეს დოკუმენტი იმის თაობაზე ის შეშლილია თუ არა, მაგრამ შესაძლოა საერთოდ არ არის ნამყოფი, არ გამოვრიცხავ ამას. მაგრამ აღალზე მაღალი ალბათობით ნამყოფია და უთუოდ არსებობს ამ პლანეტაზე ერთი ადამიანი მინიმუმ, რომელიც ფსიქიატრია, რომელსაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა შესწავლილი აქვს, ის ჩვენ არაფერს არ გვეტყვის. რა საკვირველია. შესაბამისად ივანიშვილი რეესტრში განა ვერ ან პირიქით თქვა, განა არამედ ვერ მოხდება, არავინ არ ჩაწერს მის გვარს. მით უფრო თუ საჯარო იქნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩაწერს თუ არა, არ ჩაწერს მე და ჩვენ მას უნდა ვუწოდოთ პარანოიკი, იმიტომ რომ არის კიდეც მაღალი ალბათობით ობიექტური კვლევის ჩატარების შემთხვევაში. ანუ ეს არის სავარაუდო სიმართლე. და თუ არ არის, მაშინ მოდი ესე ვიტყვით, გვაჩვენონ, შემოწმოს და გვაჩვენონ სამედიცინო დასკვნები. მისი ფსიქიატრის გვარი აკითხარით, მე არ ვიცი, მაგრამ აი ახლა ერთ უცნაურ რამეს კიდე ვიტყვი. კობახიძის ფსიქიატრის გვარი ვიცი. ვიცი და შორიდან ამ ადამიანს ვიცნობ კიდეც. თუ ეს უკანასკნელი არ მიაწვდის ინფორმაციას, ანუ შესაბამის სამსახურებს, ანუ არ შეიყვანენ ირაკლი კობახიძეს ამ პრაქტიკულად საჯარო რეესტრში, ამ ადამიანს თუ არ შეიყვანენ, ანუ ის არ მოხდება და ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა რომ ამოვიკითხოთ ისი გვარსახელი და ეს გამოჩნდება 1 მაისიდან, რა ვიცი 5 მაისიდან თუ 14 მაისიდან და რა საკვირველი არ შეიყვანენ, ახლა ამ ილუზიით არ ვიკვებები, მე მიუმართავ ამ ფსიქიატრს, რომ მე დავასახელებ მას. მე ვილაპარაკებ რაღაი ეს თამაში სულ არ მინდოდა, მაგრამ რაღაცი თამაშის ამ წესებს გვთავაზობს. მე იქნება და მოვიპოვო დოკუმენტიც ეგ რა მაგის პასუხია. და დოკუმენტი რო ვერ მოვიპოვო, ეცდები კია მე დავასახელებ ფსიქიატრს, რომელთანაც მკურნალობდა, ოღონდ აუცილებლად გიჟი კი არ არის, არ ფსიქიკურად შეშლილი, მაგრამ დადიოდა. და რაღაცი დადიოდა, ვინც დადიოდა, ყველა შეყავთ და მაშინ კობახიძეს ატო არ შეყავთ. ასე ვიტყვი, რატომ ექნება მას მართვის უფლება ავტომობილის საათო ექნება არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რატო არ აგორდება მის წინააღმდეგ კამპანიები? იმიტომ რომ ხელისუფალია, ძალაუფლების კვერთხის მფლობელია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ვის სიკვდილი და ვის ჩამოხრჩობა და ვის ფსიქიატრის დასკვნა და ვის ფსიქიატრის დასკვნის დამალვა, ესე არ არის. დაველოდოთ. გიჟები მოიკითხეთ, პირდაპირ მნიშვნელობით. გიჟები მოიკითხეთ საკუთარ რიგებში. ფსიქიკურად შეშლილები და პარანოიკები, რომლებიც მართავენ, თორე საბოლოო ჯამში არც მართლა ფსიქიკურად შეშლილების სტიგმატიზაციის მომხრე არა ვარ, თლად გულახდილები თუ ვიქნებით, არც მათი კობახიძის სტიგმატიზაციის მომხრე არა ვარ, მაგრამ აქეთ როცა გიტევენ ამ მეთოდებით, მე იზოლებული ვიქნები, რომ ივანიშვილს სულ დავუძახო პარანოიკი, ხოლო ირაკლი კობახიძის ფსიქიატრის გვარი კი გაგიმხილოთ, უახეშად ვილაპარაკოთ 2-3 მაისიდან. ნახვამდის.